ერთი წელი გავიდა საპენსიო დანაზოგების გადახდის ახალი წესის და ჯარიმების ამოქმედებიდან. გასული წლის 15 ივნისიდან ბიზნესი საპენსიო შენატას ერთი საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით იხდის და თუ ამ ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებს, ხდება მისი დაჯარიმებაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით ამ ჯარიმებიდან წელს 4 თვეში ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. გასული ნახევარი წლის განმავლობაში კი 3 მილიონ 747,000 ლარის ჯარიმა გადაიხადა კერძო სექტორმა. რა შეიცვალა საპენსიო და საშემოსავლო დეკლარაციების გაერთიანებით და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მონიტორინგით მოხდა თუ არა საპენსიო ფონდის მონაწილეთა მიმართ არსებული ასეულობით მილიონი ლარის გადაუხდელი ვალდებულებების შესრულება და რაც ცვლილებები იგეგმება ურჩი გადამხდელების წინააღმდეგ თანხების ამოღების კუთხით. საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. მადლობა რომ შემოგვერდით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. მინდა დავიწყოთ საუბრით, როგორ იმუშავა დეკლარირების სისტემის ცვლილებამ, რა შედეგები გვაქვს მიღებული უკვე ერთ წლიან ჭრილში რომ შევაჯამოთ და საზოგადოებისთვის ვისაუბროთ რიცხვებით, გაიზარდა თუ არა ფონდში შემოსული გადმორიცხვები. მადლობა შეკითხვისთვის. როგორც მოგეხსენებათ, 2025 წელს განხორციელდა ცვლილება, როდესაც ორი დეკლარაცია, ესე იყო საპენსიო შენატანების დეკლარაცია და ასევე საშემოსავლო დეკლარაცია გაერთიანდა და შესაბამისად საპენსიო ფონდი ახლა იღებს ინფორმაციას საშემოსავლო დეკლარაციიდან. დამსაქმებელი მარტივად საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისას აწვდის ინფორმაციას საპენსიო ფონდს დასაქმებულების განაცემების თაობაზე და შესაბამისად უნდა განახორციელოს მხოლოდ ერთი შენატანი, როდესაც მონაწილეების მიმართ საპენსიო ფონდის საბალანსე თანხაზე განათავსებს საპენსიო ფონდში. ანუ ეს გახდა სიმარტივე მათთვის. გვაქვს ძალიან კარგი შედეგი, როდესაც დამსაქმებლებმა უკვე აითვისეს ეს სისტემა, ახალი სისტემა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ უკვე ციფრებით. დარღვევები გამოვლენილი, რაც იყო 2025 წელს, 78% უკვე აღმოფხვრილია და 92%-მა შეასრულა ვალდებულება. ანუ ამით შემიძლია ვთქვათ, რომ დამსაქმებლები მაქსიმალურად უკვე წლის ჭრილში ძალიან ცოტა დამსაქმებელი რჩება, რომელიც თავისი დასაქმებულის მიმართ არასრულებს ვალდებულებას. ეს შეიძლება ითქვას უკვე რომ 6%-მდეა დასული, როდესაც წინა წლებში გარკვეულწილად რამდენიმე 10% იყო და 10,000-ობით კომპანია იყო, ურჩი კომპანია, რომელიც არასრულებდა თავისი დასაქმებულის მიმართ ვალდებულებას. ციფრებში რომ თქვათ, აი მაგალითად 2025 წელი რომ შევადაროთ 2024 წელს 140 მილიონი ლარით მეტი შენატანია განხორციელებული, ვიდრე 2024 წელს. ეს უკვე ძალიან დადებითი შედეგია და პოზიტიური მონაწილეების მიმართ. დიახ. ბატონო გიორგი, ჩვენ წარდგენის დროს ვილაპარაკეთ, რომ არის ჯარიმები, რომელიც აისახება ბიუჯეტში, დაახლოებით 4 მილიონამდე იყო 2025 წელს, წელს 4 თვეში არის 2 მილიონის ჯარიმები გამოწერილი, რომელიც ბიუჯეტში გადაიხადა ურჩმა, ასე ვთქვათ, დამსაქმებლებმა. რა შემთხვევაში ჯარიმდებიან ეს კომპანიები და გამოსწორების შესაძლებლობები როგორ არის, ვთქვათ, არ შეასრულა ვალდებულება დაჯარიმდა, შემდეგ რას აკეთებს კომპანია, რომ არ დაზარალდეს ფონდის მონაწილის ინტერესებიც? დიახ, მოგახსენებთ, როგორც აღვნიშნე, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების სავადო თარიღი არის 15 რიცხვი. ყოველი თვის, ოღონდ წარედგინება წინა თვის განაცემების თაობაზე. შესაბამისად, 15 რიცხვში, როდესაც წარმოადგენს დამსაქმებელი საშემოსავლო დეკლარაციას, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საშემოსავლო დეკლარაციაში ჯამურად ბოლოს ჩანს მთლიანი შენატანის ოდენობის თანხა, რომელიც უნდა განახორციელოს საპენსიო ფონდის საბალანსე თანხაზე. დეკლარაცია წარმოდგენის შემთხვევაში და საბალანსე თანხის არსებობის შემთხვევაში დეკლარაცია დაიხურება ავტომატურად. თუ ვერ მოხერხდა თანხის წარმოდგენა, შესაბამისად მეორე დღეს სისტემა ადარებს მონაცემებს და აჯარიმებს ამ კომპანიას. კომპანიის დაჯარიმების შემდგომ ხდება საურავის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ანუ რიგითობის პრინციპია დაცული ასევე, როდესაც ჯერ საპენსიო შენატანი უნდა განხორციელდეს, შემდეგ საურავის განხორციელება უნდა მოხდეს. საურავი დაიფარება იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე საპენსიო შენატანი განხორციელდება, ანუ ბალანსზე თანხა როგორც კი აღმოჩნდება, ამ შემთხვევაში პირველი დაიხურება შენატანი, შემდეგ დაიხურება საპენსიო
მონაწილის მიმართ დარიცხული საურავი. საურავი მიემართება მონაწილის სასარგებლოდ, ხოლო რომ ჯარიმა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ აუცილებლად მყისიერად ჩვენ აღსრულებას არ გადავცემთ, რა თქმა უნდა ამას გარკვეული პერიოდი ჭირდება, რამდენიმე თვე არის, მაგრამ არაუმეტეს 1 წლის მანძილზე დარღვევის გამოვლენიდან ვახორციელებთ საურავის ან ჯარიმის თაობაზე გადაცემას აღსრულების ბიუროსთვის და შესაბამისად გარკვეული პერიოდი დამსაქმებლებს ყოველთვის აქვთ, რომ თავიანთი ვალდებულება მონაწილის მიმართ ყოველთვის შეასრულონ. როდესაც აი ეს რეგულაცია შემოდიოდა, მე მახსოვს თქვენი ინტერვიუც გქონდა, როდესაც საუბრობდით, რომ იყო ასეულობით კომპანია, რომელიც არასრულებდა ჯეროვნად ვალდებულებებს და იყო ათეულობით მილიონი ლარი გადაუხდელი ამ ფონდში. როგორ მოხერხდა ამ გადაუხდელი თანხების ამოღება, თუ 2025 წლიდან დაწყებულ რეგულაციებს ექვემდებარება და ბიზნესი იხდის, რა ბედი ეწია მანამდე არსებულ დავალიანებებს? მადლობა შეკითხვისთვის, ძალიან კარგი კითხვა, რადგან ასეულობით კომპანია უფრო რბილი ნათქვამი, იმიტომ რომ ათასობით კომპანია და ათეულობით მილიონი ლარია 2025 წლის 1 მაისამდე დავალიანება კომპანიების. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლიდან მონიტორინგის დეპარტამენტი შეიქმნა საპენსიო ფონდში და უზრუნველყოფს გეგმიურ და არაგეგმიურ შემოწმებას. აქ ცოტა კანონი უფრო ლოიალურია დამსაქმებლის მიმართ, რადგან დამსაქმებელს ყოველთვის შემოწმების დაწყებამდე აქვს პერიოდი, რომ შეასრულოს ეს ვალდებულებები. რა თქმა უნდა, ხა წარმოუდგენელია ერთ დღეში 10,000-ობით კომპანიის შემოწმება და კომპანიებთან შედარება. შესაბამისად, ჩვენ გეგმიურად, არაგეგმიურად ვატარებთ ამ კომპანიებთან კომუნიკაციას და მონიტორინგს. დაახლოებით 2025 წელს 70 მილიონი ლარის შენატანი განხორციელდება ძველ ვალდებულებაზე, რაც ძალიან კარგი შედეგია და შესაბამისად ჩვენ მივყვებით გეგმას, რომელიც ჩვენი მონაწილეების მიმართ გვაქვს და აუცილებლად ყველა კომპანიასთან მოგვიწევს მონიტორინგის ჩატარება, მაგრამ მანამდე შემიძლია მივმართოთ ამ საქმეებს, რომ მათ ყოველთვის აქვთ დრო, სანამ შემოწმება დაიწყება, რომ განახორციელონ შენატანები, ამ შემთხვევაში ისინი არ დაჯარიმდებიან. ძველ პერიოდზე არ არის საურავი, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი დავალიანება და ასე შემდეგ. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ, ჩვენ მონაცემებს უზიარებთ, როგორც შემოსავლების სამსახურის, ასევე ჩვენ ბაზაში არსებული შენატანების თაობაზე და მათ ყოველთვის შეუძლიათ შეადარონ ეს მონაცემები ძველ პერიოდზე და ერთი მარტივი დეკლარაციის საშუალებით, რომელსაც წლიური დეკლარაციას უწოდებთ, წარმოადგინონ ძველ პერიოდზე თავიანთი შენატანები. 70 მილიონის ამოღება მოხდება, როგორც თქვენ თქვით, რა თანხა რჩება, ასე ვთქვათ, რომელიც გასასწორებელი იქნება ბიზნესის მხრიდან, აი დაახლოებით რომ დავასახელოთ. კონკრეტული თანხიდან თავს შევიკავებ, მაგრამ ძალიან დიდი თანხაა, ათეულობით მილიონი ლარზე აქვს საუბარი ჯამურად და ძალიან ბევრ კომპანიებზე, ათასობით კომპანიაზეა საუბარი. ეხლა საკანონმდებლო მაცინაზე გამოქვეყნდა ცვლილება, თქვენი ბრძანება, რომელიც ეხება აღსრულების პროცესს, რატომ დადგა დღის წესრიგში ეს ცვლილებები, მინდა განმარტოთ და რა შემთხვევაში ხდება აღსრულებაზე გადაცემა უკვე, როდესაც უკვე აღსრულებელი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და მოხდეს თქვა თანხების ამოღება. ეს არის ადმინისტრირებას ეფექტიანი პროცესის გამართვა. ეს არის უფრო ტექნიკური ნაწილი, როდესაც მაგალითად საპენსიო ფონდი გადასცემს სახსრულებელ ფურცელს ახსრულების ეროვნულ ბიუროს და ამ პერიოდში დამსაქმებელი დააკორექტირებს დეკლარაციას, შესაბამისად ეს დეკლარაცია შეიძლება გაიზარდოს და შემცირდეს, ხომ? აი, როდესაც გაიზრდება დეკლარაცია, მაშინ სისტემა გამოსცემს ახალ ბრძანებას და ახალ შეტყობინებას გაუგზავნის ახსრულების ეროვნულ ბიუროს და თუ დეკლარაცია შემცირდა, მაგალითად და ჩვენ მაგალითად გადაცემული გვაქვს ახსრულების ეროვნულ ბიუროზე უფრო მეტი თანხა, ეს თანხა დამსაქმებელს დაუბრუნდება საბალანსე ანგარიშზე, საპენსიო ფონდის საბალანსე ანგარიშზე. ამიტომ ეს არის პროცესის გამარტივებისთვის, უფრო გამჭვირვალე პროცესისთვის შესული ცვლილება. საკმაოდ კარგი შედეგები აქვს საპენსიო ფონდს.
9.4 მილიარდი არის უკვე ფონდში აკუმულირებული, 1,742,000 ადამიანი არის გაწევრიანებული ფონდში და გაცემაც არის დაწყებული უკვე ფონდის მხრიდან 160 მილიონზე მეტის განაწილება ხდება. Რო გაგვიმარტოთ პროცედურულად, როგორ ხდება, ძირითადად აი როგორ იღებენ, ასე ვთქვათ, ფონდის მონაწილეები ამ საპენსიო დანაზოგებს, ეს ხდება ერთიანი გადახდებით, უფრო ხშირად ხდება ვთქვათ განაწილება გარკვეულ ვადაზე, რა გაჩვენათ უკვე ამ პერიოდმა, როდესაც უკვე პენსიების განაწილება დაიწყო ფონდმა. დიახ, დაახლოებით 32,000 პირზე არის უკვე გახსნის დღიდან გაცემული პენსია 160 მილიონი ლარის ღირებულების. პენსია ნიშნება რამოდენიმე პირზე, ეს არის ტიპების, ეს არის, როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწევს მონაწილე, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს წარმოადგენს შესაბამისი სამედიცინო ექსპერტო დაწესებულებიდან, ასევე გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრეები მიიღებენ და ქვეყნის დატოვების შემთხვევაშიც გვაქვს გაცემები. უმეტესად არის ძირითადად საპენსიო ასაკს მიღწეული და შეზღუდული შესაძლებლობის პირების დანიშნული პენსიები. აქ შეიძლება იყოს ერთიანი მიღებით და პროგრამული გატანით. გარკვეულად კანონმა საპენსიო ფონდს მიანიჭა უფლებამოსილებო, რომ დაედგინა გარკვეული ზღვრული ზედაზღვარი, რომელიც დაფუძნებულია დანაზოგის ოდენობაზე და გარკვეულწილად სხვადასხვა ფაქტორებზე. შესაბამისად, დღის მონაცემებით 99% ერთიანი გატანებით არის გაცემული საპენსიო აქტივები და დაახლოებით 32 პირზე ფიქსირდება პროგრამული გატანით პენსიის მიღება. ძალიან დიდი მომართვიანობა ყოველდღე არიან კატეგორია პირების, რომლებსაც აქვთ დანაზოგი, არიან საპენსიო ასაკის, მაგრამ რჩებიან საპენსიო ფონდის სისტემაში. დიახ. და ბოლოს მინდა გკითხოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ფონდისში ჩართულობა ალბათ მოქალაქეების, რომლებსაც ჰქონდეთ ინფორმაცია, როგორ იცვლება მათი დანაზოგები, ან თვალყური ადევნონ, ასე ვთქვათ, ამ დაზოგის პროცესს და ალბათ უფრო უკეთესი არის, რომ შვიდად იყვნენ ისინი. ხომ არ იგეგმება რაიმე ტიპის გამარტივება იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული, უფრო ხელმისაწვდომი იყოს ეს ინფორმაციები მოქალაქეებისთვის. როგორც მოგეხსენება, ჩვენ ხშირად ყოველთვიურად ვაქვეყნებთ საინვესტიციო შედეგებს, ინფორმაციას ვაწვდით მოქალაქეებს. კი, ნამდვილად ეს არის დიდი გამოწვევა, ერთ-ერთი გამოწვევა, როდესაც იმ პირობებში, როდესაც არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში ფინანსური განათლების კუთხით არც ჩვენ ვართ წამწინა ქვეყნების რიგში, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მუდმივად ვცდილობთ, რომ უფრო მარტივად და გასაგებ ენაზე მივიტანოთ ფონდის საქმიანობის შედეგები, ასევე იმ სამი პორტფელის შესახებ თაობაზე ინფორმაცია, რომლებსაც მონაწილეებს შეუძლიათ ყოველთვის გადაიტანონ და თავისი ასაკის შესაბამისად, დარჩენილი ხანგრძლივობა, სიცოცხლის ხანგრძლივობის შესაბამისად და რისკიანობის შესაბამისად განაწილონ სხვადასხვა პორტფელში. ამ ეტაპზეც სულ ვფიქრობთ და მუშაობთ, რომ ამ კუთხითაც გავაძლიერებთ PR აქტივობასაც, უფრო გამარტივ ენაზეც წარდგენას მონაწილეების მხრივ და ასევე ძალიან ბევრი შეხვედრაც გვინდა გავმართოთ, დავგეგმოთ მონაწილეებთან, საჯარო იქნება თუ ონლაინ შეხვედრები, რომ გასაგებ მარტივ ენაზე ვქონდეს ჩვენ კომუნიკაცია. თუ ფიქრობთ, რომ რაღაცა ტიპის ონლაინ პლატფორმა შეიქმნას, სადაც თქვათ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა მარტივად გადაიტანოს ერთი პორტფელიდან მეორე პორტფელში ეს თანხები? ნამდვილად მედის ამაზე მსჯელობა ჯერჯერობით ტექნიკური დამუშავების პროცესშია. ძალიან გვინდა გავამარტივოთ, ეს არ არის მარტო ჩვენ ნებასურებთან დამოკიდებული, გვინდა რომ ტექნიკურად იყოს გამართული და ბევრი ფუნქციონალი იყოს ამასთან ჩაშენებული, რომელზეც ძალიან აქტიურად მუშაობ და ეს ძალიან კარგი იქნება თუ გამოგვივა ამ პლატფორმის შექმნა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, გაზიარებისთვის, ინფორმაციის საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე იყო ჩვენი სტუმარი.